ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ღვთის სიტყვის გავრცელებისა და ქადაგებისა, რაც უნდა ქონდეს ღვთის სიტყვის გამავრცელებელს, ქადაგებელს, მისიონერს, ეს არის სიმდაბლე და ხო, დღეს ყველაფერი პირიქით არის, არც კი ვკითხე, მამებს ეგრევე დავიწყე, ხო ხედავთ. შეუნა გეთქვა ხო რაღაც? აი არც ამას არ ვაცალებ. გამარჯობათ, მოგესალმებით, მადლობა გიხდით მოგზაურობისთვის. დღეს იწყება ახალი პროექტი, რომელსაც უწევს ერთობლივად ორგანიზებას დავითიანი, ასევე მოძღვრები, რომელიც აქცენტებიან. შეხვედრები იქნება ყოველ ოთხშაბათს 7 საათზე. შეხვედრებს დავარქვით ლექციათა ციკლი იესო ქრისტე გუშინდა დღეს და თავად იგია სულთუნისამდე. ამაზე უფრო მამები ისაუბრებენ თუ რატომ შევარჩიეთ ეს სახელი. მე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო სეულს ადმინისტრაციას, მის რექტორს ბატონ გია კავთელიშვილს, ბატონ შალვა მესს განსხვავ საზოგადოებას აქ მოგზაურობისთვის მამაებს მინდა მადლობა გადაუხადო. შეხვედრებს ძირითადად წარმართავენ დეკანოზი თელოდორე გიგნაძე, მღვდელი ანდრია მინდოდაშვილი და მღვდელ მონაზონი მიქაელ ბრეგვაძე. ასევე მოწვეული იქნებიან სხვადასხვა ამ თეოლოგები, შეიძლება მოძღვრები, თვითონ მამაები, როგორც იტყვიან ხოლმე და ძირითადად მაინც ეს სამი მოძღვარი იქნება და რა ვიცი, მადლობას გიხდით მამებო და მადლობას გიხდით ხოლმე. ეხლა მამა თეოდორეს გადავცემ მიკროფონს, იმიტომ რომ დღეს პირველი შეხვედრა იქნება და მამა თეოდორე ისაუბრებს, თუ რა თემაზე ისაუბრებს, მამაო თვითონ იტყვის ამ შესახებ. დაგვრჩით მამებო და აქ თუ არის თუ მე უკან რაღაც ცუდად გაისმება ხმა მითხარით რომ მე დავარეგულირებ რაღაცნაირად თუ არიან აქ ადამიანები არ გულისხმობ ჯვრის ამაღლების ეკლესიის მრევლს თუ არიან ადამიანები რომლებიც წინა წლებში ჩვენ შეხვედრებს ესწრებოდნენ ანუ ჯვრის ამაღლების მრევლის წევრები რო არა ხართ და ესწრებოდით და აბა ის ადამიანები თუ არიან ვინც შესაბამისად არიან თავისთავად ცხადია რამდენია ისეთი ვინც პირველად ესწრება ესეთ შეხვედრას ესე იგი უდიდესი უმრავლესობა. გასაგებია. ახლა რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ხო, ჯერ მინდა რაღაც ჩემი სიხარული გითხრათ, დღეს შვილი შემეძინა, პატარა თეკლა, ხო, მეოთხე შვილი. ხო და ნუ ძალიან გახარებული ვარ, რა თქმა უნდა. ყველანი შავები ვარ ჩვენ და ეს თეთრია. ესეც უკვე სასიხარულოა და იმედის მომცემია. რაც შეეხება ჩვენ შეხვედრებს, მე სამწუხაროდ ამას ახლა მთელი სიმართლით ვამბობ ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე, იმიტომ რომ ამ პარტავნება და კეკლუცობა სიმდაბლითაც შეიძლება და ამას მართლა კეკლუცობის გარეშე ვამბობ. აქ სამი მღვდლიდან მე ვარ ყველაზე ნაკლებად ინფორმირებული ქრისტიანობაში, განათლებაზე რო არაფერი ვთქვათ და რატოღაც მაინც მე მერგო ეს პატივი დღევანდელი დღე ვთქვათ მე და მეწყო ეს საუბარი, არა იმიტომ კიდევ ვიმეორებ რომ ვთქვათ მე ჩემი სიტყვები უფრო საინტერესო იქნება ცოდნის თვალსაზრისით, ინფორმაციული თვალსაზრისით და ქრისტიანობის გაგების თვალსაზრისით. მაგრამ ნუ რაღაც ესე მოხდა, არ ვიცი რატო. ამიტომ მე შემიძლია გითხრათ, რომ მამა ანდრიასა და მამა მიქაელის შემთხვევაში თქვენ გელით საოცარი სამყარო, როცა მათ მოусმენთ, საოცარ სამყაროს გაიცნობ. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ კი, მაგრამ მამაო, რაზე გველაპარაკები, რომ საოცარ სამყაროზე ქრისტიანობაზეა და ეს მეტნაკლებად ვიცით, გვინდა და წარმოდგენაც გვაქვს და ამიტომაც მოვედით, მაგრამ მე რამდენად არის მნიშვნელოვანი ხა ჩემი პირადი გამოცდილება ამასთან დაკავშირებით რომ ქრისტიანობა არის ის საოცარი სამყარო რომელსაც ვერასოდეს ვერ ამოწურავ და გაოცების შესაძლებლობას ყოველდღე გაძლევს და ეს არასოდეს არ დამთავრდება ჩვენ უკანასკნელ ამოსუნთქვამთ ეს არის მართლაც საოცრება და ამიტომ იმდენად საინტერესოა და იმდენად შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენს შემოქმედებითი იმპულსს. ადამიანი შემოქმედია თავისი ბუნებით, ესეთაც შექმნა ღმერთმა, იგი ხატია ღვთისა და მსგავსი, ხატი და მსგავსი არსება, ამიტომ შემოქმედება ჩვენთვის თანდაყოლილი რამ არის.
და ყველაზე დიდ შემოქმედებით პოტენციალს ადამიანი ატარებს ამ პოტენციალს, იგი ადამიანი ხარჯავს სწორედ ქრისტიანობაში. მე მქონია ხოლმე განცდა, ძალიან მიყვარდა ბავშვობიდან მუსიკის მოსმენა და ყველანაირი ჟანრს უსმენდი, ვეგულისხმობ სერიოზულ მუსიკას და შემდეგ როცა დაიწყო ჩემი გაქრისტიანების პერიოდი, მე ეკლესიურობა, მაგრამ მღვდელი გავხდი. და გარკვეული პერიოდი შევწყვიტე მუსიკის მოსმენა და მე რაღაც მომეცა საშუალება მანქანაში მომესმინა ხოლმე. და სულ მინდოდა რომ რაღაც განმეცადა იგივე თქვა, რასაც ადრე განვისიდი კარგი მუსიკის მოსმენის დროს. და აღმოჩნდა რომ ეს არის შეუძლებელი. განა იმიტომ რომ მუსიკამ კი არ დაკარგა თავისი თქვა მნიშვნელობა, არამედ სხვა რეალობის წინაშე დავდექით, როგორც ქრისტიანი, როგორც მწირველი მღვდელი და მე მინდა გითხრათ რომ აი მამების დამეთანხმებიან ალბათ რომ რასაც მღვდელი ხედავს წირვის დროს და გულისხმობ გულის მიერ ხედვას და განიცდის რა შემოქმედებით პროცესშიც ის იმყოფება, მას არაფერი არ შეედრება, არანაირი ხელოვნება და რო შევადარო თქვა მუსიკა თქვა იგივე ღვთისმსახურებასთან შედარებით რაღაც აი მუსიკას თითქოს აყავხარ სიმბოლურად თქვა ენაზე ვსაუბრობ ახლა და მე რაღაც მონოლითს მიადგები, რომლის იქით ასვლა შეუძლებელია და ღვთისმსახურებაში ეს მონოლითური ჭერი არ არსებობს. საოცარ უსასრულობას ხედავ და განიცდი. რატომ? იმიტომ რომ ეს როგორც ჩვენი პატრიარქი გულოცავს, ჩვენთან არის ღმერთი და ღმერთი არის წყარო ყოველგვარი სიდიადისა, სიცოცხლისა და ჩვენში არსებული შემოქმედებითობის უნარისა. კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ, ჩვენ ერთმანეთთან კომუნიკაციას ვამყარებთ ახლა და კომუნიკაციის რა საშუალებაა? ეს არის სიტყვა. საქმე იმაშია, პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ღირებულებით საკითხებზე ვსაუბრობთ, რა ღირებულებითი თემებია წამოწეული ჩვენს მიერ, როცა ვსაუბრობთ, ხო, ეს შეხვედრებზე, სიცოცხლე, სიცოცხლის საზრისი, სიყვარული, სიკეთე, მარადისობა, ღმერთი, ადამიანი და ასე შემდეგ, შემოქმედებითობა გნებავთ, ხო? და ეს ღირებულებითი სიღრმეები, რეალობები, რეალიები გარკვეულ ცნებებში, გარკვეულ ტერმინებშია მოქცეული. ეს სიტყვები იგივეა, რაც იყო თქვა 1 საუკუნის წინ, 5 საუკუნის წინ, 2000 წლის წინ. სიყვარული იყო, მაშინაც სიყვარულად იწოდებოდა და დღესაც, სიცოცხლე, მაშინაც იგივე სიტყვა იყო და დღესაც. მაგრამ დღევანდელ სამყაროში რაც ზოგადის ეს უფრო და უფრო ასე ამგვარად ხდება სამწუხაროდ ეს ფორმა იგივე რჩება, მაგრამ არსი იკარგება. ამიტომ დღევანდელ ადამიანს როცა ეტყვი თქვა სიყვარული, შეიძლება მას სხვანაირ ასოციაციას იწვევს ადამიანში, ვიდრე თქვა თუნდაც 3 საუკუნის წინანდელ ადამიანს რო ეტყოდი. ესია ყველა მიმართულებით და ამიტომ ძალიან ხშირად კომუნიკაცია ჭირს. იმიტომ რომ თქვათ ღვთისმსახურის ქადაგებელი შეიძლება ერთს ამბობდეს, ამ სიტყვაში ერთს გულისხმობდეს და სხვა რაღაცა, სხვა განცდა და განწყობა გამოიწვიოს მსმენელში. ამიტომ, როცა ჩვენ ვისაუბრებთ ქრისტიანობაზე, ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ თქვათ ამა თუ იმ სიტყვის უკან ის შინაარსი ჩავდოთ, რასაც ქრისტიანობა გულისხმობს და არა ის, რაც შეიძლება თქვათ მე მქონდეს თქვათ ამა თუ მე მივაკუთვნებდი ამა თუ ცნებას გარკვეულ შინაარსს. თვითონ ეს დასახელება ამ ჩვენი ციკლისა, იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არის უკუნისამდე. ძალიან საინტერესოა ეს მამა მიქაელის შერჩეული სიტყვა, ჩვენ ვжелობდით, მე და მამა ანდრია არ იყო მაშინ მამა მიქაელი და ეს მოგვეწონა თავიდანვე. პრინციპში ოღონდ თქვით რომ ცოტა დიდია ზომით, 2-3 სიტყვიანი გვინდოდა, მაგრამ მე მამა მიქაელს დაუთმე და მე ვფიქრობ ძალიან კარგი გქენით, იმიტომ რომ ჯერ საერთათმობა კარგია, მე თავისთავად და მეორე ძალიან მნიშვნელოვანია ეს იმ გაგებით და იმ კუთხით, რომ მისიონერული თვალსაზრისით ადამიანი, რომელიც მოდის და ქრისტიანობის შესახებ რაიმის გაგება სულს, ან დაინტერესებულია უბრალოდ, ან 1000 მიზეზი აქვს ადამიანს, რომ ესეთ საუბარზე მოვიდეს, იმიტომ რომ ესეთი საუბრის დროს რაიმე მატერიალური წაღება აქედან არ ხდება, ხო სწორია. შეიძლება ჯერ ამდენხანი გველოდებოდით, ხო, ბოდის შენდობას ვითხოვთ, რომ საცობები იყო და ვერ მოვედით. თქვათ და არ წახვედით თქვათ სადმე გასართობ ადგილას და მოხდით აქ რომ ღვთის სიტყვა მოისმინოთ და
და როდესაც თქვათ აი ამგვარი სურვილები არის რა თქმა უნდა არის დაინტერესება ღმერთით, რელიგიით, სულიერი ცხოვრებით. და აი ეს ციკლი, რომელიც აი ამ ებრაელთა მიმართ ეპისტოლიას 13 თავი ძალიან ბევრი რამის მანიშნებელია. ამაზე რა თქმა უნდა მე მამამიქელი თავის დროზე როცა მასთან შეხვედრა გექნებათ იტყვის თუ რატო აირჩია ეს სათაური, მაგრამ ჩემი განცდა ესეთია, თქვენთან ერთად, საერთოდ ძალიან ბევრ რამეს მე თქვენთან ერთად განვისწრე, ძალიან ბევრ რამეს თქვენთან ერთად ჩავუღმავდები. ჩვენ ერთად ვეცდებით, რომ იმ სიღრმეებში ჩავწვეთ, რომელიც ჩვენი სულისათვის მაცხოვნებელი იქნება. სულისათვის მაცხოვნებელი თქვი, კიდევ ერთ რას მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ არაფერი რაც არის, არაფერი არ არის ისეთ ღვთისმეტყველებაში, ღვთის სიტყვაში. რომელიც არ იყოს საჭირო ჩვენი სულის ცხონებისათვის. ჩვენ შეიძლება ძალიან ბევრი რამე არ ვიცოდეთ, ვერ ხვდებოდეთ, ამას თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები გქონდეს. შესაძლებლობები ინტელექტუალური, ან თქვათ, გამოცდილება არ იყოს ისეთი, თქვათ, ფიზიკურად არ გამიგია და ასე შემდეგ, მაგრამ და ამით თქვათ, უფალმა შეიძლება ეს მაინც შეიწყნაროს ჩვენი სულიერი ცხოვრება, მაგრამ მეორე მხრივ არაფერი არ არის ღვთისმეტყველებაში ისეთი, რომელიც ჩვენი სულის ცხონებას არ ეხებოდეს. და თუ რაიმე არის ისეთი, რომელიც სულის ცხონებას არ ეხება, ეს ყოველთვის მეასეხარისხოვანია ქრისტიანობისათვის. აი ახლა ამ სიტყვებში იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არის უკუნისამდე. პირველ რიგში მიგვანიშნებს იმაზე, რომ ქრისტე აქ მინიშნება იმაზე, რომ ქრისტე მარადიული არსება. გუშინ და დღეს და იგი თავადი არის უკუნისამდე მარადისობაში გადადის, ანუ წარსული, აწმყო და მომავალი, უფრო სწორედ წარსული, აწმყო და მარადიული. და ქრისტეს უცვალებლობაზეა მინიშნება ქრისტე, რომელიც 2000 წლის წინ დაიბადა. და ცხოვრობდა ისე დედამიწაზე, რომ მხოლოდ 500-ოდე მოწაფე ყავდა მას და 3 წელიწად ნახევარი მოღვაწეობდა. ეს მხოლოდ 500-ოდე მოწაფე ყავდა და იქიდანაც ყველა მასთან არ დარჩა, მე თუ ვწდები მამებს თხოვრო შემისწორონ და ეს თქვათ, ეს ამხელა სიდიადე რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა, ძალიან ცოტა ადამიანმა იცნო და ჩვენ ხშირად ვსვავთ ხოლმე ესეთ კითხვას, რომ ქრისტეს ცნობა ადვილია თუ არა, ჩვენ შევძლებდით თუ არა ქრისტე დაგვენახა და გვეცნო. უფრო სწორედ გვეცნო, დავინახავდით გვეცნო, შევძლებდით თუ არა ქრისტე გვეცნო. იმიტომ რომ ის არაფრით არ გამოირჩეოდა. და როცა რაიმეთი გამოირჩეოდა, იმასაც ძალიან ხშირად მალავს, ფარავს, სასწაულს მოახდენს, თქვა ვიღაცას განკურნავს, ეუბნება, არავის არ უთხრათ. თუმცა ისინი ვერ ჩერდებოდნენ, ამბობდნენ. არის რამდენიმე შემთხვევა წმინდა წერილში, როცა მაცხოვარი სასწაულს ახდენს შეგნებულად ისე და იმგვარად, რომ ხალხმა დაინახოს და მიიღოს, ამას გარკვეული დანიშნული მიზეზი აქვს, მაგრამ ძირითადად მაცხოვარი თავის სასწაულს მხოლოდ ადამიანთა სიბრარულის გამო ახდენს და მერე იქვე გთხოვს, რომ დაიმალოს და დაიფაროს. ანუ მაცხოვარი არ გამოირჩევა. ის ოჯახი, ვისთანაც ერთად ის იზრდებოდა, თანაშეზდილი ძმები, ანუ იესობის შვილების წინაქორწინებიდან, ის რომ რაიმეთი გამორჩეული ყოფილიყო, მაშინ ძმები ირწმუნებდნენ, მაგრამ წმინდა წერილი გვეუბნება, რომ ძმებსაც არ წამდათ მის. კი, შემდგომში ისინი თქვა ზოგიერთი მათგანი მოციქულიც ხდება, მაგრამ მერე უკვე, მაგრამ თავიდან ის არაფრით არ გამოირჩევა. და წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც არაფრით არ გამოირჩევა. რა თქმა უნდა გამოირჩევა. ოღონ ის რითაც ის გამოირჩევა, იმას უბრალოდ ხორციელი თვალები დანახო, ამისათვის საკმარისი არ არის, რომ დაინახო. და აი ჩვენ შევძლებდით თუ არა დაგვენახა. მასთან ფიზიკური სიახლოვე საკმარისი არ იყო. აი იუდა მასთან იყო 3 წელიწად ნახევარი, მაგრამ მან ვერ დაინახა ქრისტე. ამიტომ მის რომ დაინახო, რომ იგი მარადიული არსება, ეს შემაძრწუნებელი რეალობა, რომ დაინახო ადამიანში, ეს ადვილი არ არის. და დღეს ეკლესია და იმიტომ რომ რას დაიწერა წმინდა წერილში, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ყველაფერი ჩვენ სამოძღვრებლად დაიწერა. დღეს კიდე გვეუბნება ეკლესია წმინდა წერილის საშუალებით, რომ ქრისტე არის მარადიული არსება. კიდევ ერთხელ შეგვახსენებს. ეს ნიშნავს იმას, რომ იგი ჩვენთან არის. უფალი ამას თავადაც ამბობს. მე თქვენთან ვარ, ვიდრე აღსასრულამდე სოფლის, ანუ მარადის თქვენთან ვარ. რას ნიშნავს ჩვენთან არის, როგორ მივაკუთვნოთ ეს სიტყვები ადამიანს, რომელიც 2000 წლის წინ მოღვაწეობდა და მერე მოკლეს და შემდეგ მასთან თითქოს ერთობა აღარ ამაქვს. მაგრამ იგი ამბობს, რომ მე თქვენთან ვარ და დღეს პავლე მოციქულიც ამას გვეუბნება. ამიტომ ქრისტიანობა დღეს, ქრისტიანობა გუში, ქრისტიანობა 2000 წლის წინ და სამყაროს აღსასრულამდე არსობრივად ერდაიგივია. რატომ? იმიტომ რომ ქრისტე ერდაიგივია. იმიტომ რომ იგი ღმერთია, ადამიანად მოსული და იგი არ შეიძლება შეიცვალოს, მაშინ ის ღმერთი არ იქნება. ესე იგი,
ქრისტიანობა ერთი და იგივეა არსობრივად. ის ფორმებს იცვლის გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, შორო შეხვედრილიყავით 5 საუკუნის წინ, სხვა პირობებში შევიკრიბებოდით და სხვანაირად ვიქნებოდით ცოტა, მაგრამ არსობრივად არაფერი არ შეცვლილა. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს შენ 21 საუკუნის ადამიანი ისე უნდა შეიცვალო და ესეთი მეტამორფოზა უნდა განიცადო, რომ დაემსგავსო ქრისტეს ისევე, როგორც ქრისტეს ემსგავსებოდნენ მისი მოწაფეები, სანამ ის დედამიწაზე იყო ხორციელად და შემდგომში მოციქულთა მოწაფეები და ასე შემდეგ. პავლე მოციქული პირდაპირ ამბობს, რომ მობაძავ ჩემ და იქმენით, ვითარცა მე ქრისტეს. ეს საღვთისმეტყველო ფორმულა დავარქვათ, ამათ არ შეცვლილა, არ გაუქმებულა. აი დღეს შენ რომ ზიხარ 21 საუკუნის ადამიანი, დღეს ისევე უნდა დაემსგავსო ქრისტეს, მისნაირი უნდა გახდე. მისნაირი თუ არ გახდები, შენ არ მოგინდება მასთან ყოფობა. შენ ვერ გაუგებ მას, ვერ იმეგობრებ მასთან. უფალი შეწუხდება შენთან. აი უფალი წუხს ადამიანებთან, ვიდრემდე ვიყო მე თქვენთან, ვიდრემდე თავს ვიდებდე მე თქვენსას ერთ-ერთ ადგილას ამბობს, როდესაც ადამიანები მამა მიდის მასთან, კი პრობლემით მიდის, მაგრამ აი პრობლემის იქით არაფერი აინტერესებს. მხოლოდ ეს პრობლემა აინტერესებს, მხოლოდ მიწიერი აინტერესებს და უფალი წუხს როგორც ადამიანი. უფალი ძალიან ხშირად წუხს როგორც ადამიანი, იღლება, ეძინება, შივდება, გულს ტკენს მართას, მარიამის, მის საყვარელი ადამიანების ტკივილი ძმის გარდაცვალების გამო და მათთან ერთად ტირის. შეწინა სასიკვდილო და წინას ტანჯვის განცდები აქვს. ეს ყველაფერი არის უფალს უჭირს როგორც ადამიანს ჩვენთან ყოფობა. ასე რომ თუ ჩვენ გვინდა რომ ქრისტიანები არ ვიყოთ სახელად და თუ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქრისტიანები ვიყოთ და ეს ნიშნავს იმას, კიდე სახეობრივად რო ვთქვა, აი ჩვენ სადღაც მივდივართ. ჩვენ სადღაც მივდივართ და უცებ დავინახეთ რომ დგას კაცი და ესაუბრება ადამიანებს და ასე ეს ადამიანები უსმენენ მას. ჩვენ საქმეზე მივდივართ და დავინახეთ რომ უბრალოდ რომ მივედით ამ კაცმა ჩვენსკენ გამოიხედა და ჩვენი თვალები მის თვალებს მოხვდა. და ჩვენ მივხვდით და ეს მიხვდა როგორ ხდება ცალკე თემა, ეს მიხვდა თავად ღმერთის მადლით ხდება. მამის გამოცხადებით, სული წმინდის მიერ, ეს ხიდა ცალკე თემა და მე მივხვდი რომ ჩემ წირო დგას ადამიანი, რომელიც ხალხს ესაუბრება. ეს ადამიანი არც მეტი, არც ნაკლები, განკაცებული ღმერთია. ღმერთია. ჩვენ მივეჩვიეთ ამ სიტყვას ღმერთი, ღმერთია, ყოველივე შემოქმედია, შენ რო გული გიცემს, შენ რო პატარა ბავშვი გყავს, შენ რო შვილი შეგეძინა, შენ რო საქმე გაქვს, ეს სამყარო რო არსებობს, galaktikები რო ყველაფერი აი მის ნებაზე ჰკიდია და მისი გამგებლობით არსებობს და ის ადამიანური თვალით გიყურებს. წარმოგიდგენია რა უგუნურობა იქნებოდა რომ უი ხო რა კარგია ხო ვაიმე რა კარგია და მე წასულიყავი შენ საქმეზე. ზურგი შეგეცია და შენი საქმე ხო გაქვს, საქმეები ხო გაქვს ჩვენ საქმეები. ხო გესმით, რა სისულელე იქნებოდა ეს ხო? აი ეს სახეობრივი რაღაც თქვათ აი ეს მდგომარეობა რომ ზურგი შეგექცია და რა უგუნურობა იქნებოდა დღესაც მუშაობს, ოღონ აი ეს სახეობრივად არ არის თქვათ სადღაც მოედანზე გავედით, კაცი დავინახეთ, ეს ჩვენს გულში მუდამ ხდება. როცა შენ მიხვდები რომ ქრისტე ღმერთია, როგორ შეიძლება მე მას ზურგი შეაქციო? აქედან ორიდან ერთია, როცა ჩვენ ზურგს და ჩვენ სულ აქცევ ზურგს, სულ მუდამ ჩემის ჩათვლით, მე სულ აქცევ მუდამ ზურგს და მიზეზი აქ შეიძლება ორი იყოს. ან მე ღმერთი არ მინდა. სიცოცხლე არ მინდა, ანუ არ მინდა სიცოცხლე. იმიტომ რომ სიცოცხლე მხოლოდ ღმერთია, სიცოცხლის გარეშე, ღმერთის გარეშე სიცოცხლე არ არსებობს. ისე როგორც ნატურა არ არსებობს დენის გარეშე, ნატურაში სინათლე არ არსებობს დენის გარეშე. ან ღმერთი არ მინდა, ან გულის სიღრმეში, შიგნით, რომელიც მართავს ჩემს ცნობიერს, არ მწამს, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი. გესმით, ორიდან ერთი. ან ორი ერთდროულად. რა თქმა უნდა, ჩვენ არცაც არ გვინდა და ამიტომ და პრინციპში ესეც არის, იმიტომ რომ კიდე ჩემ თავზე ვიტყვი, მე ალბათ არასოდეს გადამიდგავს ის ნაბიჯი ბოლომდე, რომ დავინახე მოედანზე ქრისტე, მე გავჩერებულიყავ. მე ეს ნაბიჯი არ გადამიდგავს. ჩვენ ეკლესიის ისტორიაში ვკითხულობთ, უამრავ მაგალითს ვნახულობთ წმინდანების, რომელმაც ეს ნაბიჯი აი ესე გადადგეს ზუსტად მკვეთრად. დაინახეს ქრისტე დამთავრდა. მარიამ ეგვიპტელი მაგალითად.
და უამრავი წმინდანი დაინახეს და დამთავრდა, იქ დაამთავრდა ყველაფერი. ქრისტეს ერთი ნაბიჯითაც აღარ მოცილებულა. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ამისათვის რა მონოზონი განდეგილი უნდა გახდე, არა. მე ვლაპარაკობ გულის მდგომარეობას. გარეგნულ ფორმებს მნიშვნელობა არ აქვს. გულის მდგომარეობა. ეხლა რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ შეხვედრას, ეს მე საერთოდ სხვა თემა სხვანაირად უნდა მოვსულიყავი, სიმართლე გითხრათ. მაგრამ ვათვალიერებდი რაღაც თქვა ჩემს ჩანაწერებს და უცებ ამ ჩანაწერებში უცნაური იყო მამებო, რომ კომპიუტერში ამომიგდო იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არის უკუნისამდე. აი ამ დასახელებით ამოვარდა ეს ორი თაბახი. ხო და ნუ რა ვიცი ხო მივაქცია ყურადღება თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ სწორედ ამით უნდა მოვსულიყავით დღეს და გადავწყვიტე რომ რაც იყო აქ ეს წამომეყო. პრაქტიკულად არაფერი დამემატებია. რაღაც ერთგვარ შემოთავაზებად მივიღებ უფლისაგან და ეს როდის ქონა გამოყენებული სიმართლე გითხრა მე არც კი მახსოვს. და აი აქ და ჩემი შედგენილია, თუმცა ჩემი არაფერი არ არის აქ. ჩემი შედგენილია და ესეთი პრინციპით არის შედგენილი, რომ საუბრობ რა იესო ქრისტეს მარადიულობაზე და შესაბამისად ჩემს შესაბამის დამოკიდებულებაზე ქრისტიანობასთან არა, ქრისტესთან. აი ეს მახსენდება მე და მამა ანდრია საუბარი, რომ ქრისტიანობა არ მიყვარს ეს სიტყვაო და მე ვიზიარებ მის ამ პოზიციას, იმიტომ რომ ბარემ ეს დავარქვა თუ ქრისტიანიციზმი, როგორ თქვი? ქრისტიანიზმი, როგორც მარქსიზმი და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ჩვენ ქრისტიანობაში, ქრისტიანულ რელიგიაში ცოცხალი ქრისტე დავკარგეთ. ეს სერიოზული პრობლემაა, ამაში მამები დამეთანხმებიან. და ეს რაც ყველაზე დიდი უბედურებაა, ყველაზე მეტად სადაც იგრძნობა, უნდა იგრძნობოდეს, უნდა განიცდებოდეს ცოცხალი ქრისტე, სწორედ იქ ყველაზე მეტად შეიძლება იქნა დაკარგული, ეს არის ლოცვა და ეს არის ღმრთისმსახურება. ეს არის ტრაგედია. ეს საქმე თუ არ გამოსწორდა, სულ მგონია ხოლმე რომ თავზე დაგვემხობა ყველაფერი. ის ორგანიზმი, რასაც ქართული ეკლესია ქვია. იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. გესმით და მოკლედ აი როცა თქვათ მოვდიოდი რა ვინახე რომ აქ ესეთი პრინციპით არის რომ სადაც ქრისტე არ არის იქ რა ხდება ჯერ ის არის წარმოჩენილი და მე პატარ-პატარა თესების სახით ამონარიდებია უფალი რა სიტყვის ჩვენგან და სადაც ქრისტე არ არის რა ხდება ეს ბიბლიაში კარგად არის ნაჩვენები დაწყებული პირველივე წიგნში სადაც არის ჩვენი პირველი წინაპრების დაცემა ევასა და გველის ურთიერთობაში ძალიან კარგად ჩანს შემდეგ ეს ისტორია გამოძახილს პოულობს ქრისტეს გამოცდა რო ხდება უდაბნოში შემდეგ აი ამ მოვლენას აი ამ ის რაც მოხდა დაცემისას და შემდეგ გამოცდა უდაბნოში რო ხდება შემდეგ ამას იოანე ღვთისმეტყველი იყენებს თავის წერილში და ეს მერე პავლე მოციქულსაც აქვს გამოყენებული თავის ეპისტოლეში რაზეა საუბარი როგორ ხდება ადამის ევასთან ნუ აქედან გამომდინარე ადამის დაცემა და შემდეგ აი როცა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს რა არის ამ სოფელში აი ამ სოფელს ახასიათებს ამ სოფელს როგორც ანტაგონისტურ მდგომარეობას საღვთო მეუფებისა ანუ ღმერთის სამეფო ანუ ერთობა ღმერთისა ყოვლადწმინდა სამება და იქ წმინდანების ღმერთში მყოფობა რომელიც აი ამ საოცარ ერთობას ქმნიან და ანუ ეს ერთობა რომელიც იწყება ზემოდან და თქვათ არაადამიანური გაერთიანებებით და როგორ არის დაპირისპირებული ამ ერთობასთან ამას სოფლის ერთობა, ამას სოფლის სული და პირდაპირ ამბობს იოანე მოციქული რომ სიყვარული ამას სოფლისა არის მტრობა ღვთისა რომ თავადი ამ სოფლისა არის სატანა, ნახეთ რა უცნაურია და ნუ გიყვართ სოფელი და რაც არის მაშინა, აი გესმით რა უცნაური დაპირისპირება. რა თქმა უნდა ამ სოფელში არის გულისხმობა ხვდებით, არის გულისხმობა თქვა ბუნება და სამყარო და ადამიანი და ასე შემდეგ. არამედ ის სული, რომლითაც თანამედროვე და უпроსტად თანამედროვე არა, მთელი კაცობრიობა ცხოვრობს. მისი ძირითადი ნაწილი ცხოვრობს. და ერთ-ერთი თქვათ და ხო იოანე მოციქული ამბობს რომ აი ამ სოფელში სამი რამ არის და ეს დაცემულობა, ანუ ღმერთს დაცილებულობა
სამი ძირითადი ვნებით არის განსაზღვრული, რომელიც მე იშლება 8 ძირითად მომაკვდინებელ ცოდვად, მე ის 8 უთვალავ განშტოებები აქვს ამ 8-ს და ქვიშასავით ურიცხვია ის გამოვლინებები, რომელიც საბოლოო ჯამში აი ამ სამი ძირითადი ვნების, შეიძლება ასე თქვას, ამასოფლის კანონის განშტოებებს წარმოადგენენ და უნდა ითქვას, რომ არც ერთი ადამიანი, შეიძლება ადამიანი დაიბადოს და ღვიძლი არ ქონდეს, ესე ხუმრობით ვიტყვი ხოლმე. მაგრამ ის რომ აი ამ სამი ძირითადი ვნების მატარებელი არ იყოს, ეს არის გამორიცხული. ყველა ადამიანს აქვს ეს. ყველა აი ადამიანი მოდის და ამბობს, იცი მამო, მე არავისი არ მშურს არასოდეს. ეუბნები, შენ შურს არ გშურს არ ვიცი, მაგრამ შენში რო შური არის, ამაში ვარ დარწმუნებული. ან ადამიანი იტყვის, რომ მე ეგოისტი არა ვარ, არ შემჩნევი არასოდეს, ან ანგარებიანი არა ვარ, მაგალითად ასე შენ. ან ამაყი არა ვარ, ან თუ თქვათ უფრო ვერ ხედავ საკუთარ თავს, იტყვის, რომ ესეთი სიყვარული მაქვს და ასე შემდეგ. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამ სამი ვნების მატარებელი არ იყოს და იონე მოციქული ასე ამბობს. რა არის ამ სოფელში? ეს არის გულისთქმაი თვალთაი, გულისთქმაი ხორცთაი და სიამაყე ამასოფლისა. მე აღარ მახსოვს იონე მოციქული როგორი თანმიმდევრობით ამბობს, გულისთქმაი თვალთაის ამბობს პირველად თუ გულისთქმაი ხორცთაი. მე ყოველთვის ჩემთვის უფრო გასაგებია, მე ჩემ თავს რო უთხრა ესე, გულისთქმაი ხორცთაი, გულისთქმაი თვალთაი და სიამაყე ამასოფლისა. და ევა ხედავს რომ ის ესე იგი ძალიან მშვენიერია, ევა ხედავს ევა წინასწარ განიცდის რა გემრიელი შეიძლება იყოს ეს და მე სიამაყე შეიპყრობს რომ თუ ამას შეჭამს ის ღმერთივით გახდება. გესმით? აი ეს სამი რამ. ეხლა აი ეს ამ თქვათ სამი ვნებიდან გამომდინარე და ამასოფლის სული, რომელიც განდევნის ქრისტეს სულს და რომელიც ვერ იწყნარებს ქრისტეს სულს და ამან განაპირობა სწორედ მკვლელობა ქრისტესი, რატომ მოკლეს ქრისტე? ამის გამო. აი ეს სამი რამ არის გაბატონებული ადამიანში. რატომ გვიჭირს, აი ზოგიერთი ჩვენთაგანი მრავალზის გადაუწყვეტია, მოდი დავიწყებ სულიერ ცხოვრებას, მოდი დავიწყებ ლოცვას, მოდი დავიწყებ მარხვას, მოდი მოძღვართან მივალ. ხო, იწყებს ანებებს. რა არის მიზეზი? არ რაღაცა ცოდვაზე, მოდი ახლა ამაზე უარს ვიტყვი, მოდი ახლა უარს ვიტყვი. არ გამოდის. ესე იგი თითქოს უარი თქვი, მაინც მომერია, გადავწყვიტე, ხეხლა ესე გავაკეთე, კიდე მომერია. რა არის მიზეზი? აი ეს სამი ვნება. ეს იმდენად ჩვენია, რომ მისგან განთავისუფლება არის შეუძლებელი. პრაქტიკულად შეუძლებელი კი არა, საერთოდ შეუძლებელია. აი ეს სამი ვნება და ჩვენი მეგულისხმობ, ჩვენი ბუნება ერთ და იგივეა. ეს ერთ და იგივეა. ეს იმდენად შეზრდილია ერთმანეთში, რომ უფალი როცა ამბობს, რომელსაც უნდა რომ მე გამომყვეს, რომელსაც უნდა შემოდგომა ჩემ და იმას კი არ გვეუბნება რომ უარყავ ცოდვა და გამომყევი მე, გვეუბნება უარყავ თავითვისი, აღიღე ჯვარისთვის და გამომყევი მე. და უფალი ამბობს რომ კაცისათვის შეუძლებელია ცხონება. აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ხვრელში ვიდრე ადამიანის შევა სასუფეველში. თუმცა იქვე უგეს გვაძლევს ღმერთის მიერ შესაძლებელია. ამ ქრისტიანული ასკეზა ეს არის ჩვენი აი ამ სიტყვების გაგება, ცხოვრებაში გატარება ღმერთის მიერ შესაძლებელი რას ნიშნავს? აი ეს არის. ეხლა ქრისტეს ვერ მიღება თქვათ როგორ არის ქრისტეს ვერ მიღების და არ მიღების მიზეზი როგორ მუშაობს ჩვენში და სამი ვნების მიხედვით სამი მაგალითი მომყავს. რა თქმა უნდა აქ ჩართულია ბოროტი, იმიტომ რომ ბოროტი როგორ არის ჩართული? აი პავლე მოციქული ამბობს რომ მე მინდა ღვთაებრივი, მაგრამ მიწიერს ვერები და მიწიერს ვაკეთებ და პავლე მოციქული ცით როგორ საუბრობს? იმ მიწიერზე რომელიც ჩვენში ვნებების სახით არის, საუბრობს არა რაღაც მკვდარ რეალობებზე, არამედ როგორც ცოცხალ არსებაზე, განეწყობაო ჩემ წინ. ანუ საბრძოლო მზადებაშია, საბრძოლო წყობა არის. ანუ როგორც ცოცხალი არსება ისე მებრძვის. ეხლა მაგალითად სიამაყის გულის თქმა როგორ არის თქვათ, ან რაღაცა არაჯანს, 1000 რამეა ეს სხვა თემა, როგორ არის ცოცხალი არსება. საქმეც იმაშია, რომ პავლე მოციქული ამ სიტყვის მაგზნობინებს, რომ აი ამ ვნებების საშუალებით ბოროტ ცოცხალი არსება იწყებს ჩემ წინააღმდეგ ბრძოლას. ესენი ერთგვარი პლაცდარმია ჩემში არსებული, სადაც მოკალათდებიან ისინი და მართლა რეალურ ბრძოლას იწვევენ. ეს არის. რა თქმა უნდა, ისე რომ მე ვერ დავინახო ის და მეგონოს ეს ყველაფერი ჩემი სურვილები და ჩემი განცდები. ამიტომ რა თქმა უნდა, სატანა არ გტოვებს ამ შემთხვევაში დაცემული არსება. ეს არის ქრისტიანული სწავლება. მე ხლა ამ შემთხვევაში არ მისაუბრია ღმერთი როგორ ვირწმუნოთ, ღმერთი არის თუ არ არის და ასე შემდეგ. მაგრამ აქ საუბარი მაქვს ამ შემთხვევაში წინასწარ შეთანხმებულები ვარ დღეს ამ ლექციაზე, ამ შეხვედრაზე.
სხვა დროს შეიძლება სხვანაირად ვისაუბროთ. ან შეხვედრაზე ვარ ჩათანხმებულები, რომ გვწამს, რომ არის ღმერთი, შესაბამისად გვწამს, რომ არის ანგელოზთა სამყარო, შესაბამისად გვწამს, რომ ანგელოზთა ნაწილმა ერთ-ერთი თქვათ გარდამოცემით მესამედმა არჩევანი გააკეთა ღმერთის საწინააღმდეგო და ისინი გადაიქცენ დემონებად, ეშმაკებად, სატანამათი მეთაურობით, უმაღლესი ქერუბიმი დაცემული და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ცოცხალი არსებები ყოველთვის არიან იქ, სადაც არ არის ქრისტეს სული. და სატანა არის დაცემული ნიშნავს ღმერთს დაცილებული. და მიუხედავად თავის დაცემულობისა სატანა, თითქოს აი სად არის, იცით, აი ყველაზე ჯოჯოხეთის ფსკერზეა შეიძლება ასე, იმაზე ქვემოთ არაფერი არ არის შეიძლება ასე ითქვას, იქ არის, მიუხედავად ამისა, რომ იქ არის ყველაზე ფსკერზე ჯოჯოხეთისა, იგი ითხოვს თაყვანისცემას. ანუ ეს რას ნიშნავს თაყვანისცემას? მას სურს, რომ აი რაც ღმერთს ეკუთვნის, ის იყოს მისი საკუთრება. თაყვანისცემას ითხოვს. და ასევე აი ადამიანი, რომელიც სხვებისაგან ითხოვს თაყვანისცემას. არ გეგონოთ, რომ საუბრობ ვიღაცაზე იქით არის. ეს ჩვენა ვართ. ჩვენ ხო ესე ვცხოვრობთ, რომ აპლოდისმენტების მოლოდიში ვართ, სულ ამ ცხოვრების სცენაზე ვდგავართ და სულ გვინდა რომ ტაში დაგვიკრა. ეს არის ადამიანის უბედურება, ადამიანს ეს ჭირს. და აი ადამიანი, რომელიც აი ამგვარად ცხოვრობს და ითხოვს, ანუ თითოეული ჩვენთაგანი ელოდება ამ თაყვანისცემას და ეს თანაზიარია ძალაუფლებისაკენ სწრაფვასთან, აი ძალაუფლებისაკენ ისწრაფვის აქედან გამომდინარე, ესეთი ადამიანი სატანის მსახური, სატანისაგან ბირებული აღმოჩნდება და ფაქტურად დემონურ მდგომარეობაში იმყოფება. მე მინდა გაგახსენოთ გამოცდა უდაბნოში, როდესაც ეშმაკი ქრისტეს მაღალი მთაზე დააყენებს და იქიდან აჩვენებს ამასოფლის ძალაუფლებას, სიმდიდრეს, გახსოვთ ეს ადგილი სახარებაში, ესე იგი სანამ მოღვაწეობას იწყებს, ეშმაკი მიუახლოვდება ქრისტეს, რაღაცა რო ხდება იცის, მაგრამ ბოლომდე რა ხდება ეშმაკმა არ იცის, იმიტომ რომ ღმერთის განკაცების საიდუმლოებას 2000 წელი ეკლესია გვიღეჭავს და ბოლომდე დღეს გაცნობიერებული ბოლომდე ადამიანს არ აქვს, როგორ არის იესო ქრისტე თან ღმერთი თან ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ ღვთისმეტყველება ძალიან მაღალ დონეზეა უკვე, ხო შეიძლება ასე ითქვას. ამიტომ ეშმაკი ხდება თან ვერ ხდება. მაგრამ რაღაცა რომ სხვანაირად არის, ამას ხდება. მაგრამ რას ნიშნავს ეს? ბოლომდე არ იცის და ის ფიქრობს, რომ რადგან მე ვხედავ ადამიანის სხეულს, ეს ნიშნავს იმას, რომ მისი ცდუნება შეიძლება ისევე, როგორც თავის დროზე ევა ვაცდუნე. და შესაბამისად ადამი ვაცდუნე. და როგორც ბევრი ადამიანი მიცდუნებია, გამოცდილება აქვს უზარმაზარი. ამიტომ მეუბნება, რომ ხა იცის, რომ მას სურს იყოს მისიონერი სამყაროსი. იცის, რომ მან უნდა ახალი აღთქმის პერიოდი დაარსოს. ამას ხდება, ეს იცის. ეხლა ფიქრობს, რომ ეს ხო უნდა. აი მე ვაძლევ საშუალებას, რომ სოფლიო მეფე გახდეს, სოფლიო პრეზიდენტი, მთელი სოფლიო საგანძური, ანუ შესაძლებლობები მის ხელში იყოს, ანუ მოიხვეჭოს ყველაფერი. ოღონდ ერთ რამეს თხოვს, რომ იცი რა თაყვანი მეცი მე. და ეს ყველაფერი შენია და შენ რაც გინდა ისაკეთებ. მთელი სამყარო შენ დაგიჩოქებს და ქრისტეს ცნებების აღსრულებელი იქნება. ნახეთ რას თავაზობს. სანაცვლოდ თაყვანისცემას ითხოვს. ამით ქრისტიანობა წინა წერილი კიდევ ერთხელ გვასწავლის, როცა შენ გინდა რომ სიკეთისათვის, კეთილი მიზნებისათვის თუ შენ დაემორჩილები ამ ვნებას, რომ მოიხვეჭო ძალაუფლება, სიმდიდრე, ყველაფერი, შენ რაც არ უნდა კეთილი მიზნები გქონდეს და თუ ამაზე წამსვლელი ხარ, ამას გააკეთებ, ეშმაკს ცემს თაყვანს, ეშმაკს ცემს ადამიანი თაყვანს. და იქ მაგალითად ევასთან ხდება ეს ცოდვა, ესე რეალიზდება, როცა შეხედავს და აუ რა კარგია. გასმით ევას განცდა, ევა არის ღვთისქმნილება. ადამი, ევა ღვთისქმნილება, ღმერთით ბედნი, ანუ ყველაფერი აქვს, ყველაფერი რო გაქვს, სრული ბედნიერება რო გაქვს. აი ადამიანის სრული ბედნიერება აქვს და უცებ ჭრელა სათამაშო დაინახა და აუ ის მინდა. და აი იწყება რღვევა ადამიანური არსებისა და კატასტროფა ადამიანურ ბუნებაში. მომხვეჭველობის განცდა, ყველაფერი აქვს და მომხვეჭველობის განცდა გაუჩნდა. აი ის მინდა.
მომხოჭოლობა, ანუ პავლე მოციქული და შემდგომ საერთოდ ქრისტიანული ასკეტიკაში ესეთი სიტყვა არსებობს, ვერცხლის მოყვარეობა, რომელიც თავის თავში ასევე ძალაუფლების სიყვარულს გულისხმობს, ანუ სიმდიდრე, ძალაუფლება და აქედან გამომდინარე შესაბამისი მიზნები და ფაქტიურად ადამიანს ეს დემონურ მდგომარეობაში ამყოფებს. აი ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ადამიანი ვერ იტევს თავის თავში ქრისტეს სულს. და მე მინდა ახლა აღმოგიკითხოთ, აი ეს მდგომარეობა როგორ არის განივთებული ერთ ადამიანში, მაგრამ მე ამ ადამიანის სიტყვა არის ფაქტიურად სოფლიოში გაშვებული ეს ხმა დღევანდელი ის რომ ვიხმაროთ ეს სლენგი მესიჯი რომ ღმერთის დაშვებით რომ ფრთხილად ადამიანო შენც ესეთი ხარ წაკითხავთ ამ ამონარიც რა არის კარგი რაც აამაღლებს ძალაუფლების გრძნობას ნებას ძალაუფლების შეგრძნებას ადამიანში აი ხედავთ როგორი შეპყრობილია ძალაუფლებით ეს ადამიანი რა არის ბედნიერება გრძნობა იმისა რომ ძალაუფლება მიმატა რა თქმა უნდა შენში არა კმაყოფილება არამედ ძალაუფლება არა მშვიდობა არამედ ომი არა სათნოება არამედ გაწაფულობა სუსტნი და უიღბლონი უნდა დაიხოცო ეს არის ნიჩე წიგნიდან ანტიქრისტე ნიჩეს ამონარიდები ეს იყო საყვირი აი როგორც ივან ნათლისმცემელი იყო შეიძლება ასე ითქვას გამამზადებელი რომელსაც განამზადა გზა უფლისათვის ნიჩე თითქოს ერთგვარი წინამორბედია ანტიქრისტესი და იგი სამყარო გზა გაუკვალა ანტიქრისტესაკენ და ამიტომაც არის ის ძალიან პოპულარული და ძალიან უყვართ მთელი ადამიანებს და თან საოცარი როგორ იცავენ ხოლმე არა ქრისტეზე ეს უც არაფერს არ ამბობს როგორ გეკადრებათ ეს საოცარი არის ხოლმე და რაღაც სიტყვებს იყენებენ რომელიც რა თქმა უნდა რეალობას არ შეესაბამება ანუ ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ჩვენ ქრისტიანები ვერ ვართ დღეს ვერ ვიყავით გუშინ და ვერც მომავალში ვერ ვიქნებით ერთ-ერთი მიზეზი იქნება ეს ჩვენი ვერცხლის მოყვარეობა, ანუ ძალაუფლებისაკენ სწრაფვა, მომხოჭოლობის უნება, როდესაც, აი ცოტა დაბლო რო დავიდეთ, დააკვირდით თქვენს გულს. ვიყიდე მობილური. ცოტა ხანი ვაგ და ბიჭო, ხას უკეთესი მობილური მინდა. რომელიც ზუსტად ისევე რეკავს დამიჯერე, რაც არ უნდა ფეიერვერკები ქონდეს. ვიყიდე მანქანა, ახლა უკეთესი მანქანა მინდა. ნუ ცნობილი ხო ლამაზი ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი, ნუ ხო ახლა ტას უკრავთ მოგწონს რაღაცა ლამაზი, მაგრამ სინამდვილეში ადამიანური დაცემული ბუნება რახეთ როგორ ვლდება. ოდესმე მე ყოფილხარ კმაყოფილი რაიმეთი. რაღაცა და ახლა კიდე მეტი გინდა. გინახავთ ძალაუფლებით, სიმდიდრით გამძღარი ადამიანი. არ არსებობს. და მე გიკვირთ თქვენ რომ არ მიგიღწევიათ ამ ასეთი მწვერვალებისათვის ძალაუფლების, კაცო რამ ვერ გააძღო ეს კაცი. რატო მილიარდელია კიდე რაღა უნდა? არაფერი არ უნდა. სინამდვილეში უნდა რომ ვერ ძღება და რა ქნას. სიცარიელია. რაც არ უნდა მიწა ჭამო ხო ვერ გაძღები უკაცრავად ამ სიტყვაზე. ჭამე მიწა, იყო შემთხვევები როცა დიდი შიმშილის დროს რო ყდებაში მიწას ჭამს და ყდება არ შველის. აი ეს ჭირს ადამიანს. და სანამ ადამიანი ამას არ მიხვდება და სანამ სულ დაკავებულია იმით რომ ჭამოს ეს მიწა ჭამოს როგორ მე გაძღეს ქრისტეს ვერ დაინახავს. და მისთვის ეს სიტყვები ქრისტე გუშინ დღეს და უკუნისამდე იგივეა და ნებისმიერი სიტყვა წმინდა წერილისა. აბა ტაძარში რო დავდივარ, აბა რო ვეზიარები, რელიგიური ადამიანი ხარ. ხარ აქ და ხარ რელიგიური ადამიანი. ყოფილიყავი სადღაც აზერბაიჯანში იქნებოდი მუსულმანი და ასე რელიგიური ადამიანი ხარ. თუ დაიბადებოდი დიდ საბჭოეთში, იქნებოდა შენი რელიგია ლენინ როგორ იყო ლენინ და ლენინ ბუძე ჟიც. აი ეს უკუნისამდე ლენინზე იყო რა, იყო ცოცხალია და იცოცხლებს მარათის. აი ეს იქნებოდა. ვერ იქნებოდი რელიგიის გარეშე, მაგრამ იქნებოდა ეს. ეხლა მეორე ნება ეს არის შეხედავს ევა და რა გემრიელი იქნება. რა გემრიელი იქნება. და ეს არის და დემონიც იქ არის და ახლა სატანარი თიტყდება. სატანა ხო თვითონ არ ჭამს, სხეული არა აქვს. მაგრამ ნახეთ, პარაზიტია. სატანა მიუხედავად იმისა, რომ უსხეულოა და არ ჭამს, სატანა ტკბება ადამიანის ფიზიკური სიამოვნებით, უკანონო სიამოვნებით. ადამიანური სიამოვნებით, რომელიც ღვთის ნების საწინააღმდეგოა. წყალ წყურია სვავს სიამოვნებას უკავშირდება, მაგრამ უკანონო სიამოვნება
უკანონო სიამოვნება. ანუ ის რაც ღვთის ნებას ეწინა, რა არის უკანონო სიამოვნება? ღმერთს რომ არ მოსწონს. ანუ შენთვის საზიანოა. ეს მაგალითად კარგია, როცა წყურია და სვავ. მაგრამ ნარკოტიკი, რომელიც ასევე სიამოვნებაა, ცუდია, იმიტომ რომ ღვთის ნების საწინააღმდეგოა. და სატანად კბება იმ სიამოვნებებით, სხეულის იმ სიამოვნებებით, რომელიც ღვთის ნების საწინააღმდეგოა. და ამიტომ ცხოვრების საზრისად გვინერგავს ხორციელ სიამოვნებასა და გარყვნილებას. ვიბიძგებს ხორციელი სიამოვნება და გარყვნილება, რომ იყოს ჩვენი ცხოვრების საზრისი, რომ ამით ის უსხეულო არსება გაძღეს და დატკბეს და ისიამოვნოს. და ეს რა თქმა უნდა ბოროტის ჭურჭლად გვაქცევს და გამოცდა უდაბნოში როგორ ხდება, გაიხსენეთ ამ კუთხით ადამ ევას გახსოვთ, ხო? და რა გემრიელი იქნება. უფალს მოშივდა და ეუბნება რომ 40 დღე გავიდა, 40 დღე უნდა ემარხულა. მანამდე არ მისულა. იმიტომ რომ მან იცის გეგმა ქრისტესი, რომ 40 დღე მან არ უნდა ჭამოს. ხო გავიდა ეს 40 დღე. ეხლა მივიდა, ფიქრობს რომ ეხლა ვაცდუნებ, იმიტომ რომ 40 დღე გავიდა და უნდა ეს ქვები ხო ზეღვთის სახარეს, ქვები პურად გადააქცია. აქ უამრავი მიზეზია, რატომ არ შეიძლებოდა ქრისტეს ეს გაეკეთებინა. შეიძლება ამ თემას შეიძლება სხვა დროს შევეხოთ, არაბითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ქრისტეს ეს გაეკეთებინა, რომ ეს ქვები განარ შეეძლო. მაგრამ არ შეიძლებოდა. ამას თავის მიზეზი აქვს რატო არ შეიძლებოდა, მაგრამ აქ ეხლა ამ შემთხვევაში ჩვენ გვაინტერესებს რა, რომ ქრისტე შეჭამდა ოღონ ეს საკვებისაგან მიღებული სიამოვნება, ხო, იქნებოდა ეშმაკის ნებით და აქედან გამომდინარე ღვთის ნების საწინააღმდეგოდ. ამიტომ ამის გაკეთება არაფერ არ შეიძლებოდა და ამიტომ უფალი არ აკეთებს და იქ უხსნის ჩვენს გასაგონად, რომ არა მხოლოდ პურითაც ხონდების კაცი, არამედ ყოველთა სიტყვითა რომელიც გამოვალს პირისაგან ღვთისა. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი სიცოცხლე დამოკიდებულია არა მარტო მატერიაზე, არამედ ღვთაებრივ ენერგიებზე, მადლი რასაც ქვია. იმიტომ რომ ხორცის გარდა ჩვენ სულიც აგვაქვს და როგორც ხორცს ჭირდება საკვები, სულს ჭირდება საკვები. ადამიანმა შეიძლება 100 წელი ისე იცოცხლოს, რომ ერთხელ არ დაფიქრდეს, რომ კი მაგრამ ჩემს სულს კვება უნდა თუ არ უნდა. და სული მკვდარი აქვს. ფიზიკურად ცოცხალია, სული მკვდარი აქვს, იმიტომ რომ ვერ ხედავს. სული ვერაფერს ვერ ხედავს. ეხლა მე მინდა კვლავ როგორ განსხეულდა ერთ ადამიანში აი ეს სული, როცა ადამიანი ცხოვრობს ხორციელი სიამოვნებით, როცა ეს არის ყველაზე მთავარი მისთვის. ეს სიტყვები ესე ჟღერს. სიკვდილის ქადაგება არ არის, წმიდად აღიარება ყოველივესი, რაც ცხოვრებას ეწინააღმდეგება და ებრძვის. და განმარტავს რას გულისხმობს. ეჰაძმანო, შემუსრეთ ძველი ფიცარნი. რა ფიცარზეა ხო ხვდებით? მოსეს 10 ცნებაზეა საუბარი. და ამბობს, რომ სიკვდილის ქადაგებაა ეს, რაც ცხოვრებას ეწინააღმდეგება და ებრძვის. ეგ ცხოვრებას ეწინააღმდეგება და ებრძვის ადამიანის ცხოვრებას 10 ცნება. შემუსრეთ ძველი ფიცარი. რა წერია ამ ცნებაში, გაიხსენეთ? ბოლო 6 ცნება რა არის? ბოლო 6 ცნება არის უკანონო სიამოვნებაზე უარის თქმა. ბრუშობაზე, კაცის ყლაზე, მიტაცებაზე, 1000 იცით მეტნაკლებად რაც არის. და კიდევ ერთ და ეს არის ნიჩსე, რა თქმა უნდა, ისევ ამას იტყოდა ზარათუსტრა, ეს ერთ-ერთი წიგნია და ანტიქრისტესი ესეთ რამეს ამბობს ანტიქრისტეში წიგნში, ნიჩსე ესეთ რამეს ამბობს. ზნეობრივი მორალური წყობა სიცრუე, ვერიტას. კიდევ ერთხელ ხას უსვავთ. ეს ადამიანი არის წინამორბედი ანტიქრისტესი. მან გაუკვალა თანამედროვე კაცობრიობას გზა ანტიქრისტესაკენ. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რასაც ის ამბობს, ის ჩვენ სულში არსებობს. ღმერთის დაშვების გარეშე არაფერი არ ხდება, არც ნიჩსე დაიბადა ღმერთის გარეშე, არც ღმერთის ნების გარეშე, განგებულების გარეშე მოხდა ის, რომ ესე იგი მისი სიტყვები ესე გავცელდა. რომ თითქოს მე მაფხიზლებს, აი ეს ჩემშია. ეს ჩემშია, რომ მე არ მინდა ზნეობრივიც, მე გაურბივარ ზნეობას, მე ერთი სული მაქვს და ხო რაღა შევსწავლე და დღევანდელი სამყარო ვნახოთ. მე ამას ინათოთ საუბრობდი და მამები და ამეთანხმებიან წლების იგით, თქვა 10 წლის წინ. მე არასოდეს არა ვარ მკაცრი ჩაცმულობასთან დაკავშირებით და ყოველთვის ვიწყნარებ ადამიანს მეტნაკლებად, ხა თუ თქვათ ხო და ესე იგი ამიტომ მე არ მიყვარს, როცა გამირბიან ხოლმე და ყოველთვის მოდიან როგორი საცმულიც არ უნდა ყოს, იქ შარვალია, ცოტა მოკლე კაბა კურთხევა. მაგრამ თუ ცოტა რაღაც ზედმეტი იყო, ადამს მოძღვარს, მე რო ხედავ შორს ღვდელი ხარ, რაღაცნაირად იშმუშნება.
და წელს მაგალითად ქონდა შემთხვევები რამდენიმე რომ ფაქტიურად ტიტველია არც მოკლე კაბა იყო ის არც არაფერი არ იყო საერთოდ შეშველი და მოდის ჩემსკენ და ვფიქრე რა უნდა კაცო და მოვიდა და ძნელია რა ეხლა ეს არა ეთიკურია ხო მე მგონი ასე უნდა ვთქვა არა ეთიკურია რომ შეშველი ქალი დგას შენ წინაშე და მამაო დამლოცე ხო და ხო უნდა დალოცო ეხლა და ჭუბი არ მეხერხება ადამიანთან ნუ რა უყო როგორ ვეჭხუბოდა მოდა ეს რომ დალოცავ ესე დალოცა ანუ და ეს რას ეხლა ხუმრობით ყვები მაგრამ ეს ცით რას ნიშნავს სიცხვილის გზნობა დაიკარგა ტიტველი დგას უცხო მამაკაცის მოდი ესე ვთქვა და თუ მამაკაცად არ აღმექვავს და მოძრაოდ მაინც სიცხვილია ხო და თან კურთხევას იღებ ეს ნიშნავს იმას რომ ეხლა ცუდი მიზნები კი არ ქონდა თქვა ან კურთხევის დამცირება კი არ უნდა და ან მღვდლის შეურაცხყოფა მას არ აქვს განცდა აქედან ორიდან ერთი ან ჩვილი ბავშვით უმანკოა ან კიდე ესე იგი უკვე დაზიანებულია სერიოზულად თუ დაკარგა ის ერთ-ერთი ბარიერი რითაც ჩვენ სიცხვილის განცდა ღმერთისგან მომიჭებულია ამიტომ ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და ეს ჩვენში არის და ესაც უნდა გვახსოვდეს ეს ხელს გვიშლის იმიტომ რომ ადამიანი ფარულად ქვეცნობილ სიამოვნებას განიცდის როცა აი ესე შიშველი გამოიყურება და ასე შემდეგ კიდევ ერთი რასაც ამბობს ეს არის ის გულის თქმა ხორცთაი ანუ ეს არის სიამეთ მოყვარეობის უნება ნაყროვანების უნება ნაყროვანებაში მარტო კუჭის ამბავი გასტრონომული პრობლემები კი არ იგულისხმება და გემოთ მოყვარეობაში არამედ ეს არის სიამეთ მოყვარეობა რომელიც ვლინდება ბევრ რამეში მათ შორის სიძვამუშობაში მათ შორის ნარკომანიაში მეთვალეობაში თამბაქოს წევა ყველაფერი ის რაც ადამიანს ესე აპირუტყობს ფაქტიურად და კიდევ ერთი ეს არის სიამაყე ამას სოფლისა როგორც ამბობს იონე მოციქული და ეს არის სატანასთან როგორ კავშირშია სატანა თავის პატივმოყვარეობას ვერ იკმაყოფილებს იმიტომ რომ ნუ დამცირებულია გაუბედურებულია სიბნელეში იმყოფება მაგრამ თავის პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება სატანა ეძებს ადამიანის პატივმოყვარეობაში აი შენ პატივმოყვარეობას რომ დაიკმაყოფილებ ამით იკვებება ფაქტურად ამითაც ხვდებით ჩვენ დემონური ჭურჭელი და ну ეს არის რა საკუთარი პატივის დიდების საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ეს სერიოზული პრობლემა მაგალითად არის ხოლმე ესეთი ვისაც აღსარებების გამოცდილება აქვს ხშირად ამბობთ ხოლმე აღსარებაში მამო განვიკითხე ხო თქვი ახლა ეს გავიდა 25 წელიწადი და მოდიხარ და მამო განვიკითხავ და მე გამოგიტყდებით რომ ზუსტად ესე მემართება მე განვიკითხავ და მიზეზი რა არის რატო ვერ ერევა რამდენჯერ უნდა მოჭრა ეს ყლორტი ამ განიკითხვა მოჭარი თან უფალი გეუბნება რომ არ შეიძლება ხო თუ არ განიკითხავ არც მე არ განგიკითხავ არ განიკითხავ ცხონდები და ნახე რა ადვილია ცხონდება ისე კაცმროდ არ განიკითხვა რავი და ცხონდები და არ შეგვიძლია და რატო იმიტომ რომ ფესვია და ეს ფესვი რა არის საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა სადღაცა ვართ ყოველთვის რაღაც სიმაღლეზე ვიმყოფებით და ეს სიმაღლე დამერწმუნებით არც ისე დაბალია ჩვენ რომ ვიმყოფებით ეხლა ხედავ მეცაც ამოვედი ეხლა აი არ არის ეს დაბალი ამიტომ უამრავი ადამიანი ცოცხალი გარდაცვლილებზე შეიძლება ვაღიაროთ ზოგიერთი ჩვენ გჯობდა მაგრამ ნუ საკუთარ შვილებზე შეიძლება ვაღიაროთ ჩვენ გჯობდა ყველა ადამიანი ნატურღაც ამ სიმაღლედან ყველა დაბლა და ყველას განმიკითხავ ეს ჩვენ მდგომარეობა და ეს სწორედ იქიდან გამომდინარეა აი პატივმოყვარეობა და აი გამოსთა უდაბნოში როგორ ხდება ამ კუთხით ქრისტესი გამოსთა უდაბნოში ხდება ესე რომ ტაძრის კონგურსზე დააყენებს და უნება გადახდი და 90-ე ფსალმიდან მოყავს რომ შენ ანგელოზები დაგიჭერენ და რატო ეუნება ხა შმაკი ფიქრობს რომ ქრისტე თუ დამიჯერებს ხო იფრენს ხო არ დაეცემა და ხალხი რას იზავს წარმოგიდგენთ ქრისტეს ასეთი რაღაცები რო ეკეთებინა ხო ყველა დაუჯერებდა ეხლა მაგალითად მე რაღაცებს გიყვებით შეიძლება გჯერათ შეიძლება არ გჯერათ და მე რო ფანჯიდან შემოფრენილი ყავი ხო დამიჯერებდი 1-2 წელი ახლო დამერტყარ ესე და დამჯერე ხო ყველაფერს დამიჯერებდით იმიტომ რომ სხვა რაზა გექნებოდა ამას თავაზობს მაცხოვარს ეშმაკი ამას თავაზობს ეუნება შენ ეს გააკეთებ მთელი ქვეყნიერება შენ წინაშე დაემხობა იმიტომ რომ გესმის ეს ძალმოსილების ეს განცდა რომ აი მე ძე ღვთისახარ და ესე მთელი ანგელოზები მთელი სამყარო შენს ქვეშაა და გემორჩილებიან ქრისტე ამას უარყოფს რა თქმა უნდა ამას უარყოფს და არა განცადო უფალი ღმერთი ამას ძალიან ღრმა განმარტებები აქვს ამ ადგილს მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ეს
გვაინტერესებს რომ ამაყისულის ადამიანი ამ შემთხვევაში კვლავ ეშმაკს უძერებს და ეშმაკის მეგობარი ხდება, იმიტომ რომ სიამაყე ეს არის რომელიც ერთ-ერთი გამონაკლისებაც არის ამპარტავნება, დიდების მოყვარება, პატიმოყვარება, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი რითაც თავარი ცოდვა, რითაც ცოდვა შემოვიდა სამყაროში და აი ერთ ადამიანში განსხევლებული ეს სული მაღალო ადამიანებო მიმართავს ელიტას და შემდეგ საუბრობს ბრბოზე, ნახეთ როგორ საუბრობს ესე, ანუ ბრბო ახამხამებს თვალებს ბრბო ახამხამებს და ამბობენ მაღალი ადამიანები არ არიან, ყველანი თანასწორნი ვართ. ადამიანი ადამიანია, ჩვენ დაგვცინის ქრისტიანებს. ღვთის წინაშე ყველა თანასწორია. ეხლა გვახსენებს მაღალო ადამიანებო, ეს ელიტას ეუნება ისე. ჩვენ კი არა ბრბოს, რომელიც თვალებს ვახამხამებ. აწეს ღმერთი მოკვდა. ბრბოს წინაშე, ანუ ჩვენ წინაშე, ჩვენ თანასწორობა აღარ გვსურს. თქვენ მაღალო ადამიანო, ეს ღმერთი ქრისტეზეა საუბარი. თქვენი უდიდესი საფრთხე იყო. მას შემდეგ რაც ის საფლავშია, თქვენ პირველად აღზრდით მკვდრეთით. და ნახეთ რა სიტყვებია ახლა. აწმოდის მხოლოდ დიდი შუადღე, აწიქნება მხოლოდ დიდი ადამიანი ბატონი. სუნთქვა გესმით ანტიქრისტესი. ესე წინ თქვენ მაღალო ადამიანო, ღმერთი მოკვდა, გსურს ჩვენ, რათა ზეკაცი ცხოვრობდეს. ნიჩზე, ასე იტყოდა ზარათუშტა. აი ეს სული გესმით როგორ იყვალავს გზას დღეს ნუ ვიტყვით სამყაროში ჩვენს გულებში არ გახსენდებათ ჩვენი დამოკიდება თქვა პოლიტიკური არჩევნები როგორები ვართ ხოლმე ჩამოვიდა ამერიკის პრეზიდენტი და აბა გვეშველა მოვიდა ვიღაცა დიდი მეგობარი მსოფლიო პრეზიდენტების აბა გვეშველა მოვიდა ესე იგი ხარიზმატული ლიდერი აბა გვეშველა მოვიდა მილიარდერი და ახლა ნამდვილად გვეშველა და არ გეშველება არ გეშველება არ შეიძლება ეს თაყვანისცემა რაღაცა პიროვნული ასეთი კერპებისადმი და საბოლოო ჯამში თუ აი ამგვარი განწყობა შეინარჩუნე მოვა ის დიდი ბატონი აი შუადღე რას ნიშნავს აი ნათელია ყველაფერი ბოლო განათდა ღამე აღარ იქნება შორსარი მოვიდა დიდი ბატონი და იტყვი აი ეხლა გვეშველა და ხო იცით ვინც ამას იტყვის ეხლა გვეშველაო როგორ კარგავს ის ქრისტეს თავის თავში ღმერთებივით იქნებით ეს დაავადება ევადან მოდის ჩვენთან ევამ ამიტომაც გააკეთა ხა იწვალე შენ გახვთობა და სრულყოფილება და შევჭამ და ღმერთებივით ვიქნები მაგიური რიტუალით ხდება ჩემი გახვთობა და ქრისტე უარყოფს გული და სიამაყე ამას ოფლისა და ნიჩზე ამას გვთავაზობს ანუ ეს მდგომარეობები რაც ჩამოვთვალე არის ხელი შემშული ჩვენ ქრისტე დავინახოთ ხოლო ქრისტეს რა სურს ამაც საწინააღმდეგოდ და მე რამდენიმე ამონარიც ამოგიკითხავ და აღარ გადაგლით რა სურს ქრისტეს ამის საპირისპირო მამაო ეს იოანეს მე-17 თავი რომელი ესე მომცენ მე მანებავს ადამიანად მოსული ღმერთი ამბობს მანებავს რაითა სადაცა მე ვიყო იგინიცა ჩემთანა იყვნენ ეს ცით რას ნიშნავს სად არის ქრისტე დღეს აღსდგა ამაღლდა ზეცად და დაждდა მარჯვენით ღმრთისა და მამისა ყოვლა წმინდა სამების წიაღში გეპატიჟებათ ქრისტე ღმერთის შიდა ცხოვრებაში გეპატიჟება ქრისტე მეოთხე უნდა იყოს ამბაში მეოთხე არა როგორც ღმერთი არამედ როგორც განღმრთობილი არსება გესმით ეს და საოცრება მოვალთ მე და დავემკვიდრებით თქვენ შორის და იქ საოცარი უამრავი ადგილია მაგრამ თვითონ ეს სიტყვები სადაც მე ვარ მინდა რომ ისინიცა ჩემთანა იყვნენ აი ამ ყოველივე სანაცვლოდ ამ მიწიერი სამეფო სანაცვლოდ სადაც არის გულითქმაი თვალთაი გულითქმაი ხორცთაი და სიამაყე ამას ოფლისა ქრისტე გთავაზობს ჩემთან მინდა იყო რა არის ქრისტეს გზა კი გავიგე რომ მინდა აი როგორ მივდიო ქრისტეს გავიგე კარგია რა თქმა უნდა არ მინდა ანტიქრისტე აბა როგორ გავყვე ქრისტეს რომელსაც უნდა რომ მე იქ ვიყო გზა იესო ეს არის ებრაელთა მიმართ ეპისტოლე მე-13 თავი იესო რაითა წმინდა ყოს თვისითა სისხლითა ერი გარეშე ბჭეთა ივნო იერუსალიმის კარიბჭის გარეთ გაიყვანეს და ჯვარს აცვეს ერი ჩვენ ვართ ქრისტეს ერი ჩვენ რო წმინდა ყოს თავისი სისხლით გარეთა ბჭეთა ევნო თითქოს გავიდა იმ სამეუფო ქალაქიდან გავიდა ამ სოფლიდან და ეხლა პავლე მოციქულის მოწოდება აწუყე განვიდეთ მისა გარებანაკსა მას და ყვედრება იგი მისი მოვიღოთ ესე იგი თურმე არც ისე იოლია ძმებოდადებო რომ ის რაც ქრისტეს სურს ჩვენში
ეს ჩვენში განხორციელდეს, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი. ანუ თითქოს ამ სოფელს მოვცილდეთ ქრისტესთან ერთად და მისი ყვედრება, მე თუ მდევნეს თქვენს გდევნიან, პაუფლის სიტყვები ჩვენში უნდა რეალიზდეს. ანუ ის რომ ესეც მინდა და ისიც მინდა არ გამოვა. მე უნდა მინდოდეს ქრისტე და აქეთა მომეც მივიღო ის, რასაც ღმერთი მომცემს. სასופველი ეძებდა და მე ვიცი შენ რა გჭირდება. ეს არის გზა ქრისტეს. ქრისტეს მისიერი ცხოვრება ქრისტეს მსგავსად ღვთის დიდება უნდა იყოს. აი ნახეთ როგორ ამბობს უფალი მეჩვენეთ თავში იოანესი, მე გადიდე შენ ქვეყანასაზე და საქმე აღვასრულე, რომელი მომეცმე, რაითავყო. მობაძავ ჩემ დაიქმნეთ, ვითარცა მე ქრისტესა. ჩვენ ქრისტეს უნდა მიუბაძოთ. ქრისტე ამბობს მე გადიდე მამას მიმართავს. ქვეყანასაზე და ის საქმე აღვასრულე, რომელიც მომეცმე, რაითავყო. უფალი გვასწავლის, იყავით ნათელი ამას ოფლისა. და ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ დაგინახავენ თქვენ ასეთებს. თქვენი მაყურებელ სხვა ადამიანს მოუნდათ ღმერთის დიდება. ანუ ჩვენი ცხოვრება უნდა იყოს ისეთი, რომ სხვას მივცეთ შესაძლებლობა ასევე ჩვენით დაინახონ ღმერთი და ღმერთი ადიდო. ანუ ჩვენი ცხოვრებით, წესით ღმერთი უნდა იდიდებოდეს. ეს აბსტრაქცია არ არის. როდესაც დიონისი არეოპაგელმა ღვთისმშობელი ნახა, პავლეს ეუბნება, რომ შორო ჩემთვის არ გექადაგა, რომ ღვთისმშობელი ღმერთი მამაკაცად მოვიდა, ღვთისმშობელი მეგონებოდაო განკაცებული ღმერთი. ხმამაღლა ნათქვამად არ გაიგოთ, მაგრამ აი შენ რომ ადამიანმა რომელმაც გაიგო, რომ ღმერთი მოვიდა ადამიანად და არ იცის ვინ არის. შენ ისე უნდა იცხოვრო, შენ რომ დაგინახავს, შენ ეგონო განკაცებული ღმერთი. ანუ იმდენად უნდა იყოს ქრისტეს სული შენში. ვისაც სული ქრისტესი არ აქვს, იგი არ არის მისი, ქრისტეს თვალებით უნდა უყურო ამ სამყაროს. ვისაც სურს ქრისტესთან მყოფობა, როგორც თავადი ვიდოდა, ისე უნდა ვიდოდეს ეს ადამიანი, იოანე მოციქული ამბობს, როგორც ქრისტე ცხოვრობდა, ისე უნდა იცხოვრო შენ. ხა მაღალი სიტყვებია, ხო? რთულია, ხო? ძნელია, ხო? მაგრამ დამერწმუნეთ, ეს არის მაღალი ნიშნული ძალიან. თუ ნიშნული დაბლა ჩამოვწიეთ. აი მაგალითად ადამიანს რო უთხრა, რომ შენ რომ ცხონდე და კარგად იცხოვრო, ამისათვის საჭიროა რომ იყო ღორზე უკეთესი. ღორზე უარესი არ იყო. წარმოგიდგენთ რა იოლი იქნებოდა ჩვენთვის ცხოვრება. ნუ ცუდები ვართ, მაგრამ ღორები ყოველთვის არა ვართ და აქედან გამომდინარე ჩვენ ძირითადად ღორებს ალბათ ჯობი ვართ რაღაცით, ხო? ნუ მაინც თუმცა მამები ამბობენ ყველა ქნილებაზე დაბლა დააყენო თავი და ამიტომ აი ღორზე უკეთესი ხარ, უკვე ესე ცხონებული ხარ. და რა ფასი ექნებოდა ესეთ რელიგიას? და ქრისტიანობა გეუბნება არა. აი ნიშნული სად არის? მამასავით სრულყოფილი უნდა იყო. იყავით სრული ვითარცა თქვენი ზეციური მამაა სრული. დაამთავრდა ნიშნული იქაგაკ, ანუ არასოდეს არ იქნება ისეთ მდგომარეობაში შენ, რომ თქვა, რომ კმარს ეხლა. ყოველთვის იქნება შენ ზემოთ საფეხური, რომელზეც უნდა ახვიდე, როგორც კი გაჩერდები, დაამთავრდა ყველაფერი. გესმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ოღონდ ეს რუტინასთან კი არ არის დაკავშირებული მხოლოდ და მხოლოდ მიწის თოხნასთან. ეს თოხნა აუცილებელია ჩვენი გულის ხანისა. ეს თოხნასთან ერთად დაკავშირებულია სიხარულთან, იმიტომ რომ ქრისტეს მოწაფე ხარ და სიცოცხლეს განიცდი, მაშინაც კი ამას ვერ ხვდები და ბედნიერი ხარ. და ეს ბედნიერება მეცას გეტყვით არის ვალდებულება თითოეული ჩვენთაგანის. ჩვენი ვალდებულებაა ყოველ წამს აწმყოში იყო ბედნიერი და არ ინერვიულო ხვალინდელ დღეზე. და ეს არის არა მოწოდება თეორიული, არამედ ამ მოწოდების შესაბამისად ღმერთი გაძლევს ძალას, რომ ეს შენ ცხოვრებაში განხორციელდეს. ესე როგორც არ შემელია მტრე სიყვარული ადამიანი ამბობს, რა თქმა უნდა არ შეგიძლია. მაგრამ ღმერთი გაძლევს ძალას, რომ ეს შეძლო, ანუ არც ეთი მცნება მაცხოვრისა, არც ეთი შეგონება მოციქულებისა ცარიელი სიტყვები არ არის. ეს არის მოწოდებასთან ერთად მადლის მონიჭება, რომლითაც ეს მოწოდება შენში ცოცხლდება და ემსგავსები შენს ზეციურ მოძღვარს იესო ქრისტეს და ხარ ბედნიერი. ღვთისნება ყოველდღიურობაში. ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ არ ვიცით რა ვქნათ. იმიტომ რომ ის სოფელი მთავაზობს თავის ნებას, ჩემი დაცემული ბუნება მას თან მეგობრობს. და მე ვიცი რომ ღვთისნება უნდა განვახორციელო, მე ვეუბნები, იყავ ნება შენი, ყოველდღე ვეუბნები ამას, მაგრამ ეს რას ნიშნავს არ ვიცი. და ხანდახან არის რომ ისეთი სიტუაცია მექნება რომ არ ვიცი რა გავაკეთო. ესე დროს, როცა პასუხი არ არის, რა ვქნა? აი რა ვქნა? ეს თუ ეს და ეს არის განსაცდელი. ნუ შემიყვანებ განსაცდელზე, მაგრამ მოვიდა ეს განსაცდელი. რა ვქნა არ ვიცი. რომელია სწორია? ვერავინ ვერ მეუბნება, ვერც ერთი მოძღვარი ვერ მეუბნება, ვერ გეტყვის მოძღვარმა რა იცის? ღმერთმა იცის და შენ უფრო იცი, ვიდრე თქვა ჩემთან თუ მოხალ და მე გეტყვი. ამიტომ პაუზა გააკეთე. გაჩერდი. დაუთმე უფალს. მიუტევე უფალს აზროვნებაში, მან გამოგზარდო შენ, დაუთმე უფალს.
და თუ პაუზა არის შეუძლებელი, ხანდახან პაუზა შეუძლებელია. ხანდახან გაჩერება შეუძლებელია. მაშინ სიმდაბლით და უფალზე მინდობით გული რასაც გეტყვის ის გააკეთე. იცოდე რომ თუ შეგეშალა, უფალი ამას არ პასუხად, ამაზე პასუხს არ მოგთხოვს და შენ შეცდომას ის გამოასწორებს. და კიდევ ერთი რამ არის ამ შემთხვევაში ეს რომ განახორციელო აუცილებელია რომ შენ ისწავლო ღვთისნება რო განახორციელო შენში უარი თქვა განჟაზე და სხვის განკითხვაზე. იმიტომ როცა ჩვენ განვიკითხავთ და განვიჯით ჩვენ რითი განვიჯით და რითი განვიკითხავთ ხშირად, როცა განკითხვის ცოდვაში ხარ, რატო ხდება? იმიტომ რომ შენ გაქვს საკუთარი სიმართლე და ამ საკუთარი სიმართლით განჟი. და ჩვენი სიმართლე, როგორი სიმართლე უფალი ამბობს ესეთ სიტყვებს. თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება ფარისევლებისა და მწიგნობრების სიმართლეს ვერ შეხვალ სასუფეველში. ფარისევლების და მწიგნობრების სიმაღლე ადამიანური საზომით იყო ძალიან მაღალი. მათი რელიგიური და ზნეობრივი ცხოვრებიდან გამომდინარე. ჩვენი სიმართლე მათ სიმართლეს ვერც კი მიუახლოვდება, ესეთი მაღალი სიმართლე ქონდა. მაგრამ უფალი ხას უსვავს. თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მას სიმართლეს ვერ შეხვალ სასუფეველში. ჯობა რა ვქნა? ჩვენი სიმართლე უნდა უარყოთ და ღვთაებრივი სიმართლე არის არსობრივად, ანუ ჩვენი სიმართლე ფარისევლებისა და მწიგნობრების სიმართლეს რაოდენობრივად კი არ უნდა აღემატებოდეს. აღემატებაო რო ამბობს, აქ რაოდენობრივ აღმატებულობაზე კი არ არის საუბარი. არამედ არსობრივ. ანუ ღვთის სიმართლე უნდა იყოს და გახსოვთ ლოცვა ფსალმუნებიდან. კურთხეულ ხარ შენ უფალო, მასწავლე მე სიმართლენი შენ. ასე რომ ღვთისნება თუ ჩვენ გვინდა ჩვენ ცხოვრებაში განხორციელდეს, ეს ლოცვა ჩემი გულის ერთ-ერთი საფრთხე არ უნდა იყოს ღვთის სიმართლეს. მე არ მაქვს ჩემი სიმართლე, მასწავლე რა არის ეს სიმართლე. აქ კიდე რამდენიმე ამონარიდია, რომელიც აი მარადილ სიცოცხლეზე საუბრობს. ყოველი რომელი მოეც მას მისცე მას ცხოვრება საყანო უფალი მარადულ სიცოცხლეს გვანიჭებს და მე მარადულ სიცოცხლეს ახასიათებს რა არის ეს მარადიული სიცოცხლე რაითა იყვნენ ერთ ვითარცა ჩვენ ერთ ვართ მამას ეუნება მე მათ შორის და შენ ჩემთან რათა იყვნენ სრულ ერთობით ანუ მარადიული სიცოცხლე გულისხმობს ჩვენთან ყოფობას ყოვლადწმინდა სამებისა და ჩვენ ყოფობას ყოვლადწმინდა სამებაში და ეს აუცილებლად განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების წესს აი წირვა როგორ იწყება მღვდელი აღამაღლებს სახარებას და ამბობს კურთხეულ არს მეუფება მე სახარების ამაღლება ზემოთ მიყვარს რომ იმის ნიშნად რომ იყოს აი ერთგვარი სიმბოლო ნიშანი სახარება როგორც ქრისტესი რომ ქრისტე გვიწინამძღვრებს ყოვლადწმინდა სამების საუფლოში და ჩვენ ვიწყებთ რომ წირვაზე რომ მოვდივართ ჩვენ ახალ სიცოცხლეს ვიწყებთ და ჩვენ უნდა ეს სიცოცხლე მუდამ ჩვენში იყოს და ეს წირვის წირვა რომ თავდება როგორც სახურება ეს არ დამთავრდეს და როცა თუ ამას მივახციეთ რომ ჩვენში ეს მუდამ ხდებოდეს ეს მოუკლებელი ლოცვა რასაც ქვია ანუ ეს სასופველის დასაწყისია და აი ესე ხდება ხო ეს ჩვენი ცნობიერების შინაგანი სამყაროს სრულება რასაც ქვია მეტანოია სინანული რასაც ქვია რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი არის სამეფო ქრისტესის ყოვლადწმინდა სამებისა და ვიწყებ ესე კურთხეულ არს მეუფება მამისა და ძისა და წმინდისა სულისა და ეს ანუ ის რომ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ რომ ჩვენ გვინდა რომ ჩვენში დამკვიდრდეს ყოვლადწმინდა სამება და ჩვენ დამკვიდრდეთ ყოვლადწმინდა სამებაში ამისათვის ჩვენი ცხოვრების წესი ორიენტირი საერთოდ უნდა შეიცვალოს და ეს განსაზღვრავს ამ წესს ცხოვრების წესს და ეს ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში მე-13 თავში კარგად ამბობს პავლე მოციქული რომელიც ჩვენთვის მუდმივად შეგონების წყარო უნდა იყოს არამედ თუ არა მაქვს ჩვენ აქასაყოფელად ქალაქი არამედ მერმესა მას ვეძიებთ ამისთვის შევწირათ მსხვერპლსა ქებისასა მარადის ღმრთისა ანუ აქ საუბარია გულის მდგომარეობაზე იმ გონიერ ლოცვაზე რომ საიდანაც მუდამ აღევლინება მსხვერპლი უსისხლო ესე იგიას და ეს რომ ამაზეა საუბარი აგძელებს ხსნის პავლე მოციქული ესე იგიას ნაყოფსა ბაგეთასა და აღსარებასა სახელსა მისისას ჩვენს ლოცვებზე ან მოუკლებლივ გონიერ ლოცვაზე საუბრობს რომელიც არის მიმყვანებელი იმ მარადილ ზეციურ ქალაქში რომელსაც ნახეთ რას ამბობს კი არ ვიპოვე მას ვეძიებ მე ვიცი რომ აქ არ მაქვს სამყოფელი და მას მუდამ ვეძიებ როცა ადამიანი ამგვარად და ასე ცხოვრობს მაშინ თავისთავად ცხადია მისთვის აი ეს პავლე მოციქულის მოწოდება რომელიც მადლით ახსავსია
ხდება გასაგებიც, სანუკვარიც და სანატრელიც იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არის უკუნისამდე. ამინ. შენდობას ვითხოვ სიტყვა გამიგძელდა და დავყალე ცალკე მამები და ცალკე თქვენ. თუ დაიღალეთ სახში წადით, თუ არა და კითხვები ექნებათ.